ყველაზე მტკივნეული აქ არის აი ეს ონლაინ გამოწერებით პრეპარატები. მე მაგალითად ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ერთი პაციენტი, რომელმაც მაღალ პროცენტიანი გელი, რომელიც მეგობარმა ურჩია და საერთოდ სტომატოლოგთან არ ქონა გავლილი და რომელიც მხოლოდ 3 საათი უნდა ყოფილიყო, ის რომ ლორწოვანი არ დაიცვა სათანადოდ ეგ ერთია და მეორე არის ეს გელი, რომელიც 3 საათი უნდა დაყოვნებულიყო პირისყრში, 3 ღამე გაიკეთა, მთელი ღამე. ძალიან მძიმე იყო მისი მდგომარეობა, ყველა კბილის ტკიო და ისე რომ მეტყველებაც კი უჭირდა. ამიტომ ზუსტად ეხლა დღეს ისეთი ცხოვრება არის, რომ ვარჯიშს აღარ ვასრულებთ თუ სპორტდარბაზში ინსტრუქტორმა სწორი რეკომენდაცია არ მოგცა, რომ არ დავიზიანოთ. რა ვიცი, მე ვთვლი, რომ C ვიტამინი და D ვიტამინი, აი ესე უკონტროლოთ, არაფერი არ უნდა მივიღოთ, უნდა დავეკითხოთ სათანადო სპეციალისტს, ხო? და ასეთი გელი, რომელიც მოგცემს ასე შედეგებს, რასაკვირველია, მეზობლის, მეგობრის, უბრალოდ რევიუების მიხედვით არ უნდა გამოვიწეროთ.